მოქალაქე ჟურნალისტები არის სოციალურად საზოგადოებრივად აქტიური ხალხი, რომელიც ცდილობს რომ არა უბრალოდ იმოქმედოს განსაზღვრულ მომენტებში, არამედ იმ მოვლენების შესახებ, რაშიც თვითონ მონაწილეობს, გააგებინოს სხვა ადამიანებსაც. მით უმეტეს ისეთი შეზღუდული რესურსების მქონე პროფესიონალური მედიები, რომელიც საქართველოშია, ვერ წუდებიან და ვერ ახერხებენ ყველა ამ მოვლენის და დეტალის გაშუქებას, მაგალითად ისეთი მოვლენის, როგორც არის არჩევნები, როგორც არის მასშტაბური საპროტესტო აქციები, რაშიც ვცხოვრობთ, მოკლედ, ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია. ასე რომ განსაკუთრებით ჩვენთვის მოქალაქე ჟურნალისტების არსებობა და მათი საქმიანობა არის კრიტიკული. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე, იმ საპროტესტო აქციებზე, არჩევნებზე, რომელიც გამოვიარეთ, მაგრამ მოქალაქე ჟურნალისტის როლი არ მდგომარეობს მხოლოდ ასეთი პოლიტიკური კრიზისების დროს. ის შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების დროს მოქალაქე ჟურნალისტის გადაცემულმა ინფორმაციამ გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. TV პირველის ოპერატორის გიორგი შეძერულის კადრები, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, იყო მოქალაქე ჟურნალისტის გადაღებული, რომელმაც ჩვენ მოგვცა ეს კადრები. ჩვენი ჟურნალისტი მივიდა ადგილზე, მაგრამ იქ უკვე დამთავრებული იყო ეს ჯოჯოხეთი, რაც ჩვენ მერე იმ კადრებში ვნახეთ და რაღაც რამდენიმე მილიონიანი ნახვა ჰქონდა ამ ვიდეოებს Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, ყველა პლატფორმაზე. დიდი აღშფოთება გამოიწვია, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს ბევრად გაცდა და ეს გააკეთა მოქალაქე ჟურნალისტმა. კიდევ მრავალი ასეთი შემთხვევის გახსენება შემიძლია. აი ასეთ მომენტებში, როდესაც მართლა ყველა კუთხეში ხდებოდა რაღაც, განსაკუთრებით აი როდესაც იწყებოდა ხოლმე დარბევა და ყველგან ან ვიღაცას ცემდნენ, ან ვიღაცას აპატიმრებდნენ, ან ძალადობდნენ, ამ დროს მოქალაქე ჟურნალისტები მოქმედებდნენ, ჩვენ კადრიც გვაქვს ასეთი. ეს კი არ იყო მოქალაქე ჟურნალისტი, ჩვენი ჟურნალისტი იყო, მაგრამ იმ მომენტში მოქმედებდა როგორც მოქალაქე ჟურნალისტი, იმიტომ რომ რაღაც არც ამომცნობი ნიშნები ჰქონდა ჟურნალისტის, არც ასე დიდი კამერა არ ეჭირა, ტელეფონი ჰქონდა და გაიწია ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მოქალაქეზე, ეს ხდება რუსთაველის გამზირზე და ამ დროს მეორე მხარზე ხელს უტყავს და ეუბნება, რომ ტელეფონი ანიშნებს ტელეფონით გადამღება ადამიანზე და ეს ძალიან ესეთი სასაცილო, სახასიათო, სასაცილო რა იყო იმ ამბავში, მაგრამ სახასიათო ფრაზას ამბობს, რავა ყველა ჟურნალისტია, ამბობს ეს და აჩერებს მოკლედ მოქალაქეზე თავდასხმას, ასე რომ მოქალაქე ჟურნალისტების როლი ეგეც არის. ხშირ შემთხვევაში პრევენციას აკეთებენ კიდევ უფრო დიდი ძალადობის ჩვენ შემთხვევაში. მხოლოდ ძალადობის ფაქტებზე არ არის ცხადია მოქალაქე ჟურნალისტის როლი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეგ რეალობა გვიდგას, მან ცხოვრობთ და ამიტომ ვახსენე. მოქალაქე ჟურნალისტებმა იციან, როგორ უნდა დაგვიკავშირდნენ ჩვენ ხშირად სოციალური ქსელების ინბოქსების მეშვეობით, Facebook იქნება ეს, Instagram-ი, TikTok-ი, თუ რა ვიცი, ჩვენი პირადი მეილები, ჩვენ ტელეფონებზე გვიკავშირდებიან, თუმცა გარდა ამისა, თავიანთ გვერდებზეც, თავიანთ აკაუნტებზეც ხშირად აქვეყნებენ და შემდეგ ჩვენ მას ვპოულობთ, იმიტომ რომ თუ ესე ვეცადებული ეს viral თუ გახდა რომელიმე ვიდეო და ყურადღება მიიქცია, ის რა თქმა უნდა ჩვენამდეც აღწევს, უბრალოდ შემდეგ ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელსაც ეთიკური მედია ყოველთვის მიმართავს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები, ქცევის, ჩვენი ჩარჩოები. უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო არ ასახავს манипуляციას, არ არის დამონტაჟებული, არ არის ფეიქი. ჩვენს ხელისუფლებას როგორც უყვარს ამ სიტყვის გამოყენება და შემდეგ ამ ეტაპების გავლის შემდეგ უკვე მას ვაქცევთ მედია, კლასიკურ მედია პროდუქტად ხოლმე. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან მოქალაქე ჟურნალისტები, ასევე არა მარტო მოქალაქე ჟურნალისტები, არამედ ეგრეთ წოდებული ტელეფონიანი ჟურნალისტები. მათ გაცილებით ერჩიან ხოლმე ჩვენი სპეციალური ძალების დანაყოფები, იმიტომ რომ ვერ აღიქვამენ საფრთხეთ რატომღაც. არადა ეს სრული სისულელია, იმიტომ რომ როგორც დიდ კამერას შეუძლია რომ დააფიქსიროს ძალადობა, ასევე პატარა კამერასაც შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ არ ვიცი ეს ალბათ
დაკავშირებულია ცოდნის ნაკლებობასთან, მიიჩნევენ, რომ უბრალოდ ვიღაც გამაღიზიანებელი ტიპია, რომელსაც შეგიძლია სცემო, რომელსაც შეგიძლია ტელეფონი წაართვა და სწორედ ამიტომ იყო ბოლო ჩვენი აქციების დროს, რა ვიცი, ათეულობით შემთხვევა, როდესაც ტელეფონებს ართმევდნენ ადამიანებს. მე პირველადი მიზეზი იყო ის, რომ ამ ტელეფონისთან წაშლა უნდათ იმ გადაღებული მასალების. მე უბრალოდ დარჩა დაიწყეს, ალომბარდებდნენ და ფულს აკეთებდნენ ამით, მაგრამ მოქალაქე ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ როგორც კი ის იწყებს რაღაც მნიშვნელოვანი ამბის გადაღებას, ის ხდება სამიზნე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გარემო აღიქვას, კარგად იცოდეს გეგმა ბერა არის, როგორ გაეცალოს იქაურობას, ან როგორ დაიცვას თუნდაც თავისივე გადაღებული მასალა, ამიტომ ასეთ შემთხვევებში ლაივი არის ხოლმე საუკეთესო გამოსავალი, იმიტომ რომ უკვე გადაცემული გაქვს ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ სალაივი ხდება რამე. არსებობს აპლიკაციები, რომელიც არის უფრო ესეთი ტექნიკური სამონტაჟო პროგრამები, რომელთაც შეგიძლია მოჭრა შენი ვიდეო, მაგალითად რაღაც ვიდეო გაქვს გადაღებული 10 წუთიანი, მაგრამ გჭირდება 1 წუთის ამოღება აქედან მნიშვნელოვანის და გამონტაჟება, ან რაღაც ფერების კორექცია, ან რაღაც გამოკვეთა რაღაც ფაქტის. თუმცა თანამედროვე smartphone-ები ძირითადად აღჭურვილია მარტივი მსგავსი თულებით, რომ ისედაც შესაძლებელია, რომ რაც მოქალაქე ჟურნალისტს სჭირდება, ის გააკეთოს, ასე რომ რაიმე განსაკუთრებული ტექნიკური ცოდნა და რაღაც სამონტაჟო პროგრამების ხუთიანზე შესრულება არ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ცუდ პერიოდში შევდივართ რა შესრულები ვართ უკვე, რადგან ნებისმიერი აქტივობა შესაძლოა აღმოჩნდეს ძიმედ გადახდილი, მაგრამ ეს არ მინდა რომ ეს დაშინებად გამომივიდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სწორედ მიუთითებს იმას, რომ თქვენი საქმიანობა არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ცდილობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი თქვენ გაგაჩუმონ, თქვენ შეგაშინონ, რაღაც ჯარიმები გამოგიწერონ და გაპატიმრონ. ხშირია ასეთი შემთხვევები, ახლა ვის ერჩის ხო ჩვენი ხელისუფლება, ვის წინააღმდეგ იღებს გამკაცრებულ კანონებს, ვის კარებებზე აბრახუნებენ ღამით პოლიციელები, უბრალოდ აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკოსებზე, სწორედ აქტიურ ადამიანებს, რომელთა უდიდესი ნაწილი მოქალაქე ჟურნალისტიც არის ამავდროულად. ასე რომ თქვენი მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, გაუფრთხილდით თავს, გქონდეთ ტელეფონები დატენილი, გქონდეთ ინტერნეტი, მესმის რომ ფული ღირს, მაგრამ ამავდროულად გაცილებით უფრო ძვირი შეიძლება ღირდეს ის თუ არ აღმოჩნდებით მზად კონკრეტული მომენტისთვის.